დრამატული თეატრი ემზადება პრემიერისთვის, რომელიც როგორც ვიცი, მცირე სცენაზე გაიმართება, მცირე სცენა ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი არის და არაჩვეულებრივი გარემო არის იქ. ეს იქნება სპექტაკლი მეტამორფოზა. მოდი მოვიწვევ ჩვენ სტუმრებს და გავიგებთ თუ რა სპექტაკლი არის, როგორ მიმდინარეობს სპექტაკლზე მუშაობა და როდი შევძლებთ ამ სპექტაკლის ნახვას. რეჟისორი მარიამ სიხარულიძე, მსახიობი გიორგი ყურავა და მსახიობი ანანო იაშვილი იქნება. ჩვენთან მშვიდობი სტუმრები, მოგბრძანდით. დღემშვიდობისა. მოგესალმებით. რეპეტიციიდან მოდიხარ. მე შენ უკვე ხვდები ხო უკვე გამოხედვაზე. მაგრამ შენ გითხოვ ამ თემას მიდი. ხო, მაინტერესებს როგორ მიმდინარეობს სპექტაკლზე მუშაობა, როგორ შეირჩა ეს ნაწარმოები და მომიკავით ყველაფერი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. მოდი დავიწყოთ, მე მინდა რომ დავიწყო მადლობა ბატონ უკრის პირველ რიგში რომ მომიწვია ამ შესანიშნავ ქალაქში, შესანიშნავ თეატრში. ძალიან დიდი გამოცდილება იყო ეს ჩემთვის. აბსოლუტურად სხვანაირად შემიყვარდა ეს ქალაქი და ეს ხალხი, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და ყველა, რა ვიცი, ტექ პერსონალიდან დაწყებული რადისტი, ტექნიკური რეჟისორი, ყველა ისე შემიყვარდა და იმდენად ბედნიერად და კარგად გძნობ თავს და აღარაფერს ვამბობ მსახიობებზე, რომლებიც ფაქტიურად დავმეგობრდით უკვე და მეგობრები არიან და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. კი ბატონო, მაშინ ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ დამაინტერესდა, ახლა ეს პირველად ხდება თქვენი თანამშრომლობა? დიახ, პირველად ხდება და რაღაც სხვანაირად შემიყვარდა ეს ქალაქიც, იმიტომ რომ ხალხი უფრო რაღაცა სხვანაირად გავიცანი. კი ბატონო. ყველა თეატრს აქვს თავისი ატმოსფერო, თავისი გარემო. ეხლა თქვენ აღნიშნეთ, რომ პირველად ვარო და რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან ეს შესაძლებელი და აღსანიშნავი და საპატივცემულოა ჩვენ ქალაქში, რომ მსგავსი დამოკიდებულებით დაგხვდნენ და თქვენც ხართ კმაყოფილი. მსახიობებს რაც შეეხება და პიესას რაც შეეხება, კაფკას მეტამორფოზა, არც თუ ისე მარტივი ნაწარმოები გვაქვს აღებული, რატომ კაფკა და რატომ მეტამორფოზა, რატომ გადაწყვიტეთ და ჟანრობრივად აი და სტილისტიკურად როგორ არის ამ ყველაფრის ჩანაფიქრი? გასაგებია, ესე იგი კაფკა რატომ ეს კითხვა იყო თავიდანვე, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ნამდვილად, მაგრამ მე ვთქვი ადრეც რომ ჩვენ გავიარეთ დიდი პერიოდი და რთული და საინტერესო, რასაც ქვია კორონას პანდემია და ამ პანდემიამ ძალიან დიდი ზემოქმედება და კვალი დატოვა ყველა ჩვენგანს. მათ შორის მეც არ ვარ გამონაკლისი. და როდესაც თავიდან ახლიდან წავიკითხე კაფკას მეტამორფოზა, მე ჩავთვალე, რომ შეიძლება ჩემივე ინტერპრეტაციით ეს ნაწარმოები მოვარგო აი იმ თემატიკას და იმ ამბავს, რაც ჩვენ გავიარეთ. ის იზოლაცია, რომელსაც გადის გრეგორ ზამზა, მთავარი პერსონაჟი კაფკას ნაწარმოების, ჩავთვალე, რომ შეიძლება იყოს ის იზოლაცია, რაც ჩვენც გავიარეთ და რომ უფრო მეტად ახლოს ყოფილიყო ის თემა ჩვენზე და თან თუ არ ვცდები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ ვცდები, ამ თემაზე არ არის, ან შეიძლება ერთი ან ორი სპექტაკლი. ესე არ გვისაუბრია, თეატრს არ უსაუბრია, ქართულ თეატრს ამ ეს კიდევ ერთხელ გაგვახსენებს თუ რა გავიარეთ, რა გადავიტანეთ, თუ უფრო უკეთესად შევძლებთ აღვიქვათ, თუ რა გადავიტანეთ. რა თქმა უნდა, აი ნახეთ, საერთოდ ყველაფერს ხო რაღაცა მოვლენას ჭირდება ცოტა დრო რომ გავიდეს, რომ მე გავიაზრო და სხვანაირად გადავაფასოთ. ეს რთული პერიოდი იყო, მაგრამ თან ძალიან საინტერესო პერიოდი. ადამიანებმა ბევრი ნიჭი აღმოაჩინეს საკუთარ თავში, ბევრი რაღაცა გაახსენდათ, რომ ვითურმე ეს შემიძლია. გააჩნია ვინ როგორ წარმართავს. გააჩნია ვინ როგორ წარმართავს და ვინ როგორ მიუდგება ამ ყველაფერს. პირველ რიგში საკუთარი თავი გაიცნეს ადამიანებმა ამ პერიოდში და ვინც სწორად წარმართა ეს ყველაფერი პირიქით გარდამტეხი როლი მოახდინა და ეხა ძალიან ბევრი кейსი გვაქვს ჩვენ ვაშუქებთ კიდევაც ჩვენი გამოცდილებაც პირიქით
რითი ძალიან დიდი წისვლები აქვს ადამიანებს, იმიტომ რომ ბევრი ფიქრის დრო ჰქონდათ ამ დროს და ბევრი ფიქრი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დეპრესია დაგვემართოს, ან თუნდაც რომ დაგვემართება, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ყველაფრის გარდატეხა და აქედან გამოსვლა უკვე კიდევ უფრო მეტად ზრდის ადამიანს, მსახიობებს, რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, გიო, გვესაუბრე შენს როლზე. გრეგორ ზამზა 33 წლის, რომელიც სულ მუშაობს და მუშაობს იმის გამო, რომ ოჯახი არ ჩინოს. ანუ მის გარდა არავინ არ მუშაობს და ასე რომ ვთქვათ, მაზეა მთელი მატერიალური პასუხისმგებლობა, ასევე ეს გრეგორ ზამზა არის მუსიკის სიყვარულისადმი მიდრეკილი, თუმცა მუსიკას დრო ვერ დაუთმოდა. იმიტომ ვერ დაუთმო, რომ სულ მუშაობს, მოხდება ისეთი რაღაც, რომ იზოლაციაში მოხდება და ეს მუსიკაც დაავიწყდება და იქაც მუშაობს. მოკლედ, ეგეთი რაღაც. უდაოდ მუშაობს და დანარჩენს უკვე მაყურებელი. აღებული გვაქვს ესეთი რაღაც, რომ აი ეს რომ დაიწყო ეს ამბავი. ბევრი საუბარი იყო, ეხა ვინ როგორ ჩათვლის რა სიმართლეა, რა არა, მაგრამ ბევრი საუბარი ხო იყო, რომ ეს შეიძლება რომ შემოგზავნილია ეს პანდემია. ხო იყო ეგეთი საუბარი. ბევრი ვერსია იყო. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა კომპანიებმა, წამლის კომპანია იქნება რაღაცებმა, ეს ძალიან დიდი თანხა აიღეს აქედან. და ძალიან ბევრმა ისარგებლა კორონას პანდემიით, ძალიან გამდიდრდნენ. კი ბატონო. და ეს ამბავიც ჩვენთანაც არის, რომ ეს ვისარგებ თან ზუსტად არ იცი ვინ სარგებლობს, რაღაცა კომპანიები, რაღაცა ფირმები, არც სახელები არ იცი, ზუსტად ვინ ადამიანები არიან ამ კომპანიების უკვე რაღაცა ფირმაა, რაღაცა კომპანია, რაღაცა სახელებიც ხო ერქვა ბევრ იმას, რა ქვია, აცრას და ასე შემდეგ. აი ეს თემაც ცოტა ფიგურირებს. კი. კი ბატონო, და თქვენ შემთხვევაში არა, როგორი არის თქვენი როლი და რამდენად მარტივია ამ როლის თამაში? ჩემი პერსონაჟი არის თინეიჯერი გოგო და მისი, რომელსაც ბარო რომელსაც აქვს ის პრობლემები, რაც თინეიჯერებს ახასიათებთ, აქვს პროტესტი ოჯახის მიმართ და როგორც ყველა მაგასაკის გოგოს უნდა თავისუფლება და გაქცევა თავისუფლებისთვის. კი. დანარჩენს უკვე თუმცა იცი რა არის მარტივი თინეიჯერი გოგოს როლის თამაში, იმიტომ რომ ხო, ამასაკში მით უმეტეს, მაგრამ საერთოდ არ გეტყობა, კომპლიმენტი მინდა გითხრა, რა თქმა უნდა, მსახიობებს ძირითადად არ გვეტყობა ხოლმე, რომ სულ ხიმილით და ეს უე თამაშით ვატარებ ცხოვრებას, მაგრამ აი მან ზუსტად რომ თინეიჯერი იყო და არანაირი შეიძლება ისეთი ის არ ვქონდეს, რა ქვია, ანუ კოსტუმი, ან გრიმი, ან რაღაცა, უცებ მოახდინო გარდასახო, ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია, აი აქ შექმნა ის სახე, რომ მაგალითად არ იყოს ანანო, იმიტომ რომ მარტივი არ არის და როგორ ახერხებ აი ამ ყველაფრის მორგებას. ეგაა ყველაზე საინტერესო. გამიმართლა რეჟისორში, რაც თავარია. ერთად მივაგენით ბევრ რაღაცას, ძალიან საინტერესო იყო. ახალგაზრდა რეჟისორებთან მუშაობა ჩემთვის არის ყოველთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ იმდენ სხვანაირად ხედავენ ყველაფერს და ეს ძალიან დამეხმარა, რომ ის რაც ვიპოვნეთ მომირგო. რა დამახასიათებელი ნიშან-თვისება აქვს შენ პერსონაჟს? ძალიან საინტერესო გოგოა, არის მუსიკოსი და დანარჩენი ჯობია მაყურებელმა ნახოს და კი მე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა რამდენად მნიშვნელოვანი არის და რა დატვირთვას ატარებს, როდესაც მსახიობი რეჟისორთან მუშაობაში გრძნობს კომფორტს. ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს რამდენად ფაქტურად შედეგი არის. მით უმეტეს, როდესაც პირველად გიწევს მუშაობა რეჟისორთან ჩათვალეთ, რომ ჩათვალეთ არა ასე არის, ხო, რომ უცნობი ადამიანია, არ იცი მისი ინტერესები, არ იცი რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და ერთგვარი ჯერ გაცნოვითი სახე არის, ხო? კი, ნამდვილად. ხო, ანუ ეს კომფორტი გაქვთ, რაც აისახა თქვენს სამუშაო პროცესზე და ხან მე როცა საუბრობდა, რომ აი როლში შესვლა, რამდენად მარტივია მე ისევ გამოსვლა, მე მგონი ახლა ჩემგან უფრო სწორი იქნება
რომ ვთქვა რომ ეს საერთოდ ვერ ხვდები რანაირად ახერხებთ ხოლმე ასე უეცრად როგორც კი სცენაზე დადგებით გარდაქმნას და ასევე უნდა ვთქვა მე რამოდენიმე დღის წინ ნახე მერის ერთ-ერთი სპექტაკლი და საერთოდ გონზე ვერ მოვდივარ აი ამ სპექტაკლის მერე როგორ არ ხდება ჩაოლებრივი ადამიანი და კი ბატონო ხო ახლა მითხარით რა პროცესში არის სპექტაკლზე მუშაობა როდის უნდა ველოდოთ როდის იქნება საპრემიერო პირველი ჩვენება გაგრძელდება თუ არა ჩვენება კი ბატონო 17-19 ივნისი გვაქვს პრემიერა 3 და 8 ივლისი ხო 3 და 8 ივლისი იქნება შემდეგ და მე ეს სეზონი იხურება 12-ში ისე ახალი პრემიერაც გეგმება და მე უკვე ალბათ როცა სეზონი გაიხსნება რეპერტუარში ჩაოლებრივი ასევე მნიშვნელოვანია არა მარტო ანანო და გიორგი თამაშობენ ამ სპექტაკლში აღნიშნოთ აი ეს მსახიობები რომლებიც არიან დაკავებულები კი ბატონი ზაზაზოიძე და ქალბატონი ლია აბულაძე საოცარი ადამიანები, საოცარი მსახიობები და მართლა პატივი იყო ჩემთვის მათთან ერთად მუშაობა. ხატვარი ვინ მუშაობს სპექტაკლში? ხატვარი არის თეო კუხიანიძე. ხო, ძალიან დიდი როლი აკისრია ასევე ხატვარსაც. ნუ ერთი სულია, ერთი სხეულია აქ მსახიობები, ხატვრობა, კომპოზიტორი, სიმბიოზი თუ არ მოხდა და რაღაცა, იმიტომ რომ თეატრი არის ყველაფრის ერთად, ყველაფერი ერთად. ცალკე ერთმანეთის გარეშე არის. პირველი არის მსახიობი, მაგრამ მე ყველაფერი ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რატომ მცირე სცენა თქვენ გადაწყვიტეთ, თქვენ გიდოდათ მსგავსი გარემო? მე ვფიქრობ, რომ ის ატმოსფერო თქვენ რაც დაგხვდებათ, რომ მობრძანდებით, ზუსტად მოუხდა მცირე სცენის ატმოსფერო, ის რაც ჩვენ გვინდა, რომ გავაკეთოთ. ხანგრძლივობა რამდენია სპექტაკლის? საათი და 10 წუთი. ერთ ამოსუნთქვაზე. ასაკობრივი ზღვარი ხო არ არის დასწრების? იცით რა, ეს ვთქვი მეც, რომ იმდენად დღევანდელი ახალგაზრდები განვითარებულები არიან და იმდენად ბევრ რაღაცას უყურებენ უკვე, რომ მე მგონია, რომ 12+ არის უკვე საკმარის. კი, ისეთი ასაკი, რომ შეუძლიათ რომ გაიგო. ყველა როლი თავისებურად საინტერესოა და არ არსებობს დიდი და პატარა როლი, ახლა ჩვენ ვიცით ეს სტანისლავსკის არ იყოს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი პასუხისგებლობა აკისრია, როდესაც მთავარ როლშია ადამიანი გიორგი. მე მგონი შენი არა მარტო მე, ყველა მთავარ როლია. კი, მაგრამ პერსონაჟი, რომელზეც საუბრობდა ეხა რეჟისორი, გამოკვეთილად შენს პერსონაჟზეა აქცენტი გაკეთებული. აი იმ პასუხისგებლობას, რომელსაც შენ განიცდი ეხა და თუ არ ვწდები შენი პირველი მთავარი როლია, ხო, სპექტაკლში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი დამოკიდებულებით ხარ? აი შეგრძნება როგორი გაქვს ამ კუთხით, რომ აი ეხა გიო, ეხა ცოტა უკვე მეტი პასუხისგებლობა, მეტი სანამ გიორგი დაიწყებს, მე ვიყავი გიორგის. რეჟისორი გაგცემს პასუხს. ბედნიერება არის მართლა გიორგისთან მუშაობა, იმიტომ რომ ესეთი პასუხისმგებლიანი, ესეთი მოწესრიგებული არტისტები ვუსურვათ ყველა თეატრს, როგორიც არის გიორგი. შენს გაგვეცი პასუხი. და არაჩვეულებრივი პარტნიორია. ასევე იგი მაშინ დავამატებ არაჩვეულებრივი ადამიანიც. მე როგორც ვთქვი, ბარემ მეც ვიტყვი, ამით ყველაფერი ნათქვამია გიორგიზე, ხო? შვენიერი და წარმატებებს გისურვებ. მაინტერესებს კიდევ აი იმ შთაბეჭდილებიდან, რა შთაბეჭდილებაც ახლა თქვენ დააგრჩათ ამ დასზე თეატრზე მსახიობებზე, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ უკვე მიღებული გამოცდილების ფონზე შეიძლება რომ კიდევ ითანამშრომლოთ თეატრის მსახიობებთან. სიამოვნებით ყოველთვის, იმიტომ რომ აი მართლა გულწრფელად ვიძახი, ძალიან შემიყვარდნენ ყველანი. არა მარტო მსახიობები, მთელი ის ჯგუფი, ვინც ქმნის სპექტაკლს. ესე იცი. ჩემთან აი ჩემს გულთან არიან ძალიან ახლოს და რა ვიცი, ერთი სიამოვნება არის და კიდე გვაქვს. და კიდევ ბევრი სამომავლო გეგმა გექნებათ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საპრემიერო ჩვენება გაიმართება მცირე სცენაზე სპექტაკლით მეტამორფოზა, უბრალოდ რიცხვები შევახსენოთ 17-19 ივნისი და ასევე განმეორებით შეგიძლიათ ნახოთ 3 და 8 ივლისი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბილეთები არ არის, ამიტომ სამივე
გაყიდულია, იმიტომ რომ ანშლაგია სოფო მახსენა და ეს ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ მაყურებელი იყო ერთ პერიოდი ჩვენ გვაკლდა და დღესდღეობით კი არ გვაკლია, არამედ აი ესე რომ მითქვათ მოსაწყები არ არის. ჩუმად. კი, ხო, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ ისეთ სათქმელ სიტყვით, რაც მნიშვნელოვანია და ცოტა ხნით უკან დაგვაბრუნებს აი იმ პერიოდში მაყურებელს ის სიტუაცია, იმიტომ რომ ხანდახან ის დაფიქრება ამ განვლილი პერიოდის მიმართ არის მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ კიდევ ახალი გზა გადაიაზრო. კი ბატონო, განვლოთ ისე რომ აი თითქოს გადამზევრებული. კი ბატონო, წიგნივით არის. მე ჩვენ ხო ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი რამდენადაც ხშირად წაიკითხავ ერთი და იგივე წიგნს, უფრო მეტად აღმოვაჩენ კიდევ უფრო ახალს და აი ეს არის სწორედ ეს ყველაფერი და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი სტუმრობისთვის.